მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ დღეს თუ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, აი ამ უმშვენიერესი ორაკულის დასტით. ვნახოთ აბა, მოკლე ექსპრეს საჯარო გაშლა. რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც ეს ვიდეო შეგხვდათ, ან გადაწყვეტეთ ჩაგერთოთ. ნახოთ აბა ვარიანტი გვექნება სულ 2. რა მესიჯი აქვს ახლა სამყაროს თქვენთვის? რა მესიჯი აქვს პირველი ვარიანტისთვის და რა მესიჯი აქვს მეორე ვარიანტისთვის? გვებსაც დავამატებთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, მხოლოდ ამ ერთი კვირის განმავლობაში მაქვს 50%-იანი ფასდაკლება ტაროს გაშლაზე, ამიტომაც პირადი კონსულტაციის მსურველებს გელოდებით პირადში. პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი, მეორე ვარიანტი ასეთი ქვაქვს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. ზოგადად ასეთ აქციას ვაკეთებდი და ვაკეთებ წელიწადში ერთხელ, ძირითადად დეკემბრის ბოლოში ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ გადავწყვიტე რომ აწი ჩემთვისაც და თქვენთვისაც უმჯობესია რომ დეკემბრის დასაწყისში იყოს ხოლმე ასეთი აქციები. კარგით, ვფიქრობ გააკეთებდით უკვე არჩევანს, ვინც არა შეგიძლიათ დააპაუზოთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. როგორ გადავთარგმნო? ზღაპრის მომყოლი. მეგობრებო, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ ის, რომ სამყაროს აქვს ასეთი მესიჯი, რომ შენ თავად წერ შენს რეალობას. შენ გაქვს აბსოლუტურად ყოველი რესურსი და აბსოლუტურად ყოველი ენერგია, ცოდნა იმისათვის, რომ გადაწერო შენი რეალობა ისე, როგორც შენ გსურს. თუ შენ გინდა, არ ვიცი, სხვანაირი ფინანსური მდგომარეობა, სხვანაირი სასიყვარულო ურთიერთობები, სხვანაირი, არ ვიცი, სამეგობრო წრე, სხვანაირი ჯანმრთელობა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას გეუბნება, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას ამბობს და შენ თვითონ როგორ ფიქრობ, აბსოლუტურად ყველაფერი არის პროგრამა, ხო? როდესაც ჩვენ ადამიანები გვეუბნებიან რომ აი ეს შეუძლებელია, იმას შენ ვერ გააკეთებ. ეს არ არის რეალისტური, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროგრამები. შენს ხელში არის აბსოლუტურად ყველაფერი. და თუ შენ ფიქრობდი აქამდე რომ შენთვის რაღაცეების შეცვლა არის შეუძლებელი, მე შენ ახლა გეტყვი იმას, რომ შეუძლებელი ნამდვილად არაფერი არ არის, შენ აბსოლუტურად ყველაფერი გამოგივა და ფრაზები როგორიც არის, იყავი მეტად რეალისტური, იყავი მეტად, არ ვიცი, დაფიქრებული, ეს არ არის მთლად რაციონალური, ეს არ არის მთლად რეალური, ეს ყველაფერი არის უბრალოდ პროგრამები, რომლებიც შენ არაფერში არ გჭირდება. შენ იცი როგორ გადაწერო შენი ისტორია, შენ იცი როგორ გადაწერო შენი რეალობა, იმისათვის რომ მიიღო შენთვის სასურველი რესურსები, სასურველი ცხოვრება და შენ ამას აუცილებლად გააკეთებ თუ მოინდომებ. ნუ დაუჯერებ სხვებს, ჩემო კარგო. კიდევ ერთი მესიჯი ამოვიღოთ. თქვენთვის პირველი ვარიანტი, რა მესიჯი აქვს ახლა სამყაროს? ფუნდამენტი იმისა, რომ შენ შექმნა შენი რეალობა, შენ უკვე გავაჩნია. რწმენა არის უძლიერესი რაღაც. და როდესაც ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ რაღაც არ გამოგვივა, ჩვენთვის ეს შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ენერგია მიდის ამაში, ხო? მესმის, რომ ჩვენ ხშირად გვინდა არ გვქონდეს იმედები რაღაც საკითხთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მე ეს იმედები არ გაგვიცრუდეს, მაგრამ მეგობრებო, იმედი და რწმენა განსხვავდება ერთმანეთისგან. ხანდახან უბრალოდ უნდა დავაიგნოროთ ბრჭყალებში რეალობა და მივიდეთ ჩვენი მიზნისკენ. შენ ყველაფერი გამოგივა, ყველაფერი არის შენს ხელში და შენ გაქვს ყველანაირი საჭირო ფუნდამენტი, ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ შენი რეალობა გადაწერო და მიიღო შენთვის სასურველი რესურსები. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ეს ქვა. და ვნახოთ თქვენთან რა ხდება. შენ გაქვს ძალიან კარგი ინტუიცია,
შენ ენერგეტიკულ დონეზე ხვდები და შეიგრძნობს აბსოლუტურად ყველაფერს, ძალიან კარგად, საკმაოდ კარგად, როგორც მინიმუმ. და ნახეთ მეგობრებო, ზოგადად სამყაროში და ჩვენს რეალობაში ყველაფერი ყოველთვის ხდება ჯერ ასტრალურ პლანზე, ანუ ენერგეტიკულ დონეზე და შემდგომ მოდის რეალობაში. სიტყვაზე ვთქვათ, ხანდახან რაღაცები ენერგეტიკულად იგრძნობა, თქვენ წარმოიდგინეთ და რამდენიმე წლით ადრეც კი. ყოველთვის ეს ასე არ არის, მაგრამ ჯერ მოდის ამის შეგრძნება, წინათ გრძნობა და შემდგომ მოდის უკვე რეალობასთან რეზონირება. ხვდებით ხომ? და თქვენ მეორე ვარიანტი გაქვთ საკმაოდ ძლიერი ინტუიცია, ძალიან კარგად გრძნობთ ყოველთვის რა და როგორ უნდა გააკეთოთ, ვის როგორ უნდა მოექცეთ, ამიტომაც გეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში და საკუთარ ინტუიციაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის? მეგობრებო, შეხედეთ უბრალოდ რა სასწაული არის, იმიტომ რომ თქვენ მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, არ აქვს მნიშვნელობა პრაქტიკოსი ხართ თუ არა, მუშაობთ თუ არა რაიმე სახის ენერგიებთან და ძალებთან, იმიტომ რომ თქვენი ინტუიცია საკმაოდ ძლიერი არის. ხოლო რაც შეეხება პრაქტიკოსებს, რომლებმაც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, თქვენი ინტუიცია ნელ-ნელა ძლიერდება. აბსოლუტურად ყველას, ვინც ამოირჩიეთ მეორე ვარიანტი, გაქვთ ძალიან ძლიერი ინტუიცია. საკმაოდ ძლიერი და სხვებზე ბევრად უფრო კარგად გრძნობთ ყველანაირი სახის ენერგიებს. განსაკუთრებით ეს ეხება რა თქმა უნდა პრაქტიკოსებს, ხო? და ეს თქვენი ინტუიცია ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. თქვენ უკვე იცით აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე პასუხი, თქვენ იცით ვის როგორ როდის უნდა მოექცეთ, სად როდის და როგორ უნდა მოექცეთ, თქვენ იცით ვის რას იმსახურებს თქვენგან, ვის რა განზრახვები აქვს თქვენთან მიმართებაში და თქვენ არ გაქვთ ჩვეულებრივი ადამიანის ასეთი ჭყალებში სტანდარტული ცნობიერი. თქვენ გაქვთ ბევრად უფრო სიღრმისეული ცნობიერი, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ენერგიების შეგრძნება. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე. სულ ეს არის მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.